მეგობრებო, ჯერ ხო 100 მეტრაში მოგვადგეს ეს საწყობები, ქარხნები, აგერ ეს სახლი ჩაკარგეს ამ იმაში საწყობებში და რაღაცეებში. აგერ ის სახლი, ზალიკოს სახლი აღარ ჩანს საერთოდ. ხო და აგერ ახალი პროექტი გასცა ვიღაცამ კიდე. ხო და 2020 წელს დავიწყე მე მშენებლობა. აგერ იქით გელა კიდე მგონი 15 წელია ცხოვრობს. აქ საცხოვრებლად პროექტს რო იძლევა ვიღაცა და მე აგერა ეხლა 50 მეტრაში მოვიდა ახალი საძირკველი. ხვალ კიდე გადმოიწევენ და ზედ უნდა მოგვაშენონ ეს საწყობები და ქარხნები და როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? ვინ იძლევა ამ გამგეობაში განარაფულს უხდიან ეგეთსა რომ მოსახლეობას ზედ უნდა მიადგან ქარხნები. თუ თბილისიდან ყრიან და აქ ხალხი არა ვართ თუ რა ხდება ვერ ვიგებ ბიჭო ესა. ერთი ეს ვინ არის? ვინ იძლევა ამ ნებართვებს რომ აი ესეთი განუკითხაობა ხდება აქ რა? შეხედეთ აი 100 მეტრაში იყო ჯერ ისედაც. აგერა ეხლა ახალი საძირკველი 50 მეტრია დარჩენილი.